განახლებული გუდაური თბილისის მერთან ერთად დღეს გიორგი ბარამიძემ დაათვალიერა გუდაურის განვითარების პროექტის პარკლებში ტერიტორიაზე რელიეფის ანალიზით ჩატარდა, შეიქმნა ახალი სათხილამურო ტრასები და მომზადდა საბაგირო სქემა. ახალ გუდაურამდე გაიყვანეს 2 კილომეტრიანი ახალი გზაც. დამონტაჟდა ახალი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალკანალიზაციის სისტემები. ასევე სათხილამურო გზასთან აშენდა 50 მეტრიანი საავტომობილო გვირაბი. ახალ გუდაურში აგრეთვე დამონტაჟდა კავკასიაში ყველაზე გრძელი გონდოლა, რომლის სიგრძე 2400 მეტრია. საერთო ჯამში სათხილამურო გზა კი 21 კილომეტრიდან 57 კილომეტრამდე გაიზარდა. ეხლა ხდება ახალი სისხლის გადასხმა ამ კურორტისთვის. ეს კურორტი ხდება აბსოლუტურად სხვა კატეგორიის, სხვა დანიშნულების. თუ აქამდე სტატისტიკის შემიძლია თქვა იყოს 17-19 კილომეტრი სასრიალო ტრასა, ეხლა იქნება 57 კილომეტრი, ამით გადავიდა პირველიდან მეოთხე კატეგორიაში, სულ არის 5 კატეგორიის სამთო კურორტები. ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ისეთებისთვის, ვინც არ სრიალებენ, არის შესაძლებლობა დასვენების. ეს დაწყებული პატარა ბავშვებიდან ტუბინგებია, ბავშვებისთვის ადვილი სასრიალო, სულ პატარა ბავშვებისთვის საერთოდ გასართობი ცენტრი, ყველანაირი კომფორტი, მანქანის დასაყენებელი, დამატებითი 2 სასტუმრო შენდება, კაფე, რაც მთავარია, ეს ახალი ფრანგული გონდოლა, რომელიც 7 წუთში ყველაზე მაღალ წერტილში აიყვანს. მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გაიზიარა მოსაზრება, რომ გუდაური გადაცემოდა მართვაში თბილისის მერიას და თბილისის მერია მართლა ძალიან სერიოზული სამუშაო ჩაატარა, ბევრს არ ეგონა რომ ამის ნახევარიც კი მოესწრებოდა ამ მომენტისათვის და ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და ჩვენ ვხედავთ უკვე იმ მომავალ გუდაურს, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა ექნება.